ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ჩემ და სამწუხაროდ მე ამ ორი ვადის პირობებში, ესე რომ ვთქვათ, მე ვერანაირად ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მივიყვანეთ, თუმცა დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე არის ის კონტურები, ის მონახაზები, რომ აღნიშნული პროექტი 2021 წელს აუცილებლად ლადო ხელს ამბობს. რო გითხრათ, კონკრეტულად რო ჩავეძიოთ ესე რომ ვთქვათ, კონკრეტულ რაიმე ბარიერი და კონკრეტულად ვინმე დაბლოკა ეგეთი თემა არ ყოფილა. ყველა მუნიციპალიტეტს აქვს თავისი პრიორიტეტები განაუდინარი, თუმცა აქაც თავისი პრობლემა აქვს იმას, რომ გორდი აი ბოლო დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 15 კილომეტრი, 15 თუ 10 კილომეტრამდე უწევს ზუსტი არ მახსოვს, ესე რომ ვთქვათ, არადასახლებულ მასში და პროექტის გაძვირებას იწვევს აღნიშნული. ანუ 10 კილომეტრის მანძილზე მოსახლეობა არ არის და მაინც უნდა გაიაროს გაზეთის ეხლა ჩვენ მქონდა როგორც თქვენ იცით ეხლა ახალი სამინისტრო შეიქმნა რეგიონალური განვითარების სამინისტრო რომელიც კონკრეტულად აღნიშნულ რეგიონებთან მიმართებაში გვემუშავება ჩვენ მქონდა ბატონ კახაგულედანთან შეხვედრა გუბერნიაში იყო ეს შეხვედრა სადაც კონკრეტულად ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად პირველი პრიორიტეტად ესე რომ ვთქვათ მასშტაბური პროექტებიდან გამომდინარე ჩემს მიერ იქნა დასახელებული კონკრეტული ეს გამოწვევა გაზიფიცირება ჩვენი ზედა სოფლების და უკვე გარკვეულ ეკონომიკის სამინისტროსთანაც უკვე ჩართულობა არსებობს და როგორც გითხარით უკვე 2025 წელს მანამდეც ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია რომ 2025 წლის ბოლოს ეს უკვე პრაქტიკული ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული მაგრამ დღეს უკვე თამამად დღეს შემიძლია რომ 2026 წელი უკვე მშენებლობის დაწყების წელი იქნება ჩვენი აი ამ ზედა სოფლებისათვის გაზიფიცირების კუთხით